გაუმარჯოს ხალხო, ისევ დილა მშვიდობის, ჩემთან დილაა და ვინც როდის ნახავს ის მშვიდობის მაშინ მომშვიდა. Просто წაღადელ ვიდეოში ვთქვი რომ შიოდა. მე გამახსენდა რომ მოცივაში მქონდა ნაყინი, ყავის მერე. მე გამახსენდა რომ გუში ნინო მეუბნება თმებს რომ ვარცხნდე ვიდეოში. დედა, ჩუმად მოვიდა და მეუბნება. რამდენიმე დღის წინ დილით ჩამოვიდა და იცოდა რომ ნაყინი იყო მაცივარში, არ ვიცი მე მგონი ლაშას წილი ეგრე ვთქვათ, მაგრამ გვიან მოვიდა, ნუ ვეღარ ჭამა და რაღაცა. ხოდა ხა მე რო ვიცი რომ მაცივარში ნაყინი არ არსებობს, ვინმე დამასწრო, არ არსებობს. ხოდა დილით ჩამოვიდა ეცა მაცივარს რაღაცა. ხა ნინოს დილა, ჩემი 9 ჯერ დილაა უკვე და დედა, აქ რო ნაყინი იყო სად არის? არა, აქ ნაყინი არისო. სახეზე შემოტყობს. მეუთხარი შვილო, ნაყინი კი იყო, მაგრამ მე არ მინდოდა მეთქვა. მაგრამ ბავშვმა მთხოვა და ვაჭამევდი. გამქირალი. ხოდა გუშინ არა გუშინ წინ ვიყიდეთ ნაყინები. ისე ლაშა და ივანე არ იყვნენ სახში. და ორივე შევინახეთ. გუში ნინო თვებს რო ვარცხნა მეუბნება, დედა, ჩუმად და. დაბლა მაცივარში არის 2 ნაყი. ხოდა ხა ჯერ მითანხმდება. ხვალე დილით მე და შენ ვჭამოთ. მეუთხარი ერთი ნაყინი, მე ერთი ნაყინი ბავშვს მაშინ. არა დედა, გეხვეწები რა. ერთი მე და ერთი შენ. ხოდა ეხლა ამიტომ და გულის კერა და სინდისის ნამუსის ძაფი ერთი ცალი შევჭამე. მართალია ისევ მშია. მაგრამ გამახსენდა რომ ეგ ბავშვიც ჯებია. ეხლა თავზე ისევ ისაბაქვს ოკე რაპუნცელის ნაწნავი. ადგები და გავიმზადებ საჭმელს. თუმცა გვაქვს საჭმელი გავიმზადებ გუში. კაცწნიანი უნდა და ლაშას და თან ბიძინაც რო თუ მოვიდა მეთქი ჩემ მომთილი, ხა ჭამს ხოლმე რა, ხა კაცებს წვნიანები უყვართ. მე გავაკეთებ მეთქი ნანის უთხარ და აქ ვიჭიქით ჭორავდით ნანი კაკალს არჩევ და მე წვნიანი გავაკეთე. ხოდა წვნიანიც არის, მე ბარბარემ ოსპი გააკეთა. ანუ საჭმელი არის, მაგრამ ეხლა რო დიდად მინდა მეთქი რომელიმე უგატო. მაგრამ შია. ამიტომ წავოდით ახლა და 2 კვერცხი შევწყვეთ. ეს ბავშვები, ეს ქალბატონი აქ მომიდა. ეს გუში წუხე რომ მივასწიკოდილე ის არის შემირიგდა. აქ ბრძანდება პატარა ბუსუსა. შენ გინაცვალე ლამაზდვალებში ბიჭო. შენ შემოგევლე. აი სად არიან დანარჩენი 2 ლაწირაკი. ეს ვისი ლაწირაკია დედასი? არა, ჩემო ლამაზო, ეგ ამისჭამა არ შეიძლება. არ შეიძლება ეგ. ის არის მარწყვია. ნახე, ამას აქ რაღაცეები ყავს, შავი ჭიები. ეხა ამას იცი რა უნდა? დიხლოფოს მივასხავ როგორ ეთამაშება, გააფუჭებ ამას. ეს არის ძირი, ახალი ძირი მარწყვი, შეეშვი. დებილი. მოკლედ, შევწყვეთ კვერცხი. მოხარშული მქონდა 2 ცალი, მაგრამ ლაშამ მიართვა. მე მგონი მაქვს კიბადონი. ნადუღიც მაქვს გიას გამოგზავნილი თევზებში ჩემი თანამშრომლის. ხამისთვის გვინდა პატარა ტაფა. ერთი წამით
კუხნაში არ შემოხვიდე, არ გიშვებ შენ ხო იცი კუხნაში. კატები კუხნაში არა. გამოდი, ჩქარა გარეთ, მიდი. მიდი. აქედან თუ არ დაეჩვიე, მე ვერ ისწავლ, წადი. გამელოდება და მანდ მოგცემ რამე. გაიცა, გამიწვევა. ძალიან ხელი წაფარის და ყველაფერი წვება ძალიან კარგად. ანუ კარტოშკაც კი შველი. მოდი ბულკოს მოგცემ შენ. მოიცადე, აი პატარა ბულკი სადა ხარ? რიჟა. ჩქარა დამეწვება კაცო. შენ გელოლიაო, აჰა, ხოდი? მიდი. ის თუ ჩამო მე ვაჭმევი მას. ესე გუში დაშავთ ხო გუშინ არ გუშინ წერკვერცხი მომიხარში რაო და ესე რამდენჯერაც ვცადე ისა თოხლო ჩემთვის და არ გამომივიდა უბრალოდ ნუ დრო ვერ გამსაზღვრა თორე როგორ რა უნდა თოხლო კვერცხს ვეკეთებ ხო და შემწვარი არა მოხარშული ხო და გუშილაშას ისე გემრიელი თოხლო კვერცხი გუშინწი შემოუხარშე. თან მეუბნეოდა რატო კარგად თან მოხარშეო თოხლო იყო რა სიწახე მოვხარ. დაგეტოვდა სხვას მოვიხარშავდი ეგ მიიღე. იცი რა მიყვარს მინოზე რა ვიყავ ფერცლით მაგ ძაბელს ჭამდი ხოლმე მაგას. აი თოხლო და რო ჩაატეხავ მარლის მოყდა კოზით რო ჭაპაო როგორ მიყვარდა იცი. ის ვერ გასავალი ჩაბია. ერთი გამისკდა, მეორე არს. ესენი ერთჯერადი ტაფები. იმიტომ რომ ძალიან მალე უჭდება. უკვე მე ერთი ტუპის უდრაწყოსის ორი ქათა მეოთხე არის ეს. და მეხუთე დიდი, რომელსაც ხმარო სიმაღლის მიხედვით მქონდა რა, ოღონდ აი ეს ძრება როგორც ცელოფანი ესენით მეტეს სახე ხსარ ხმარობდა რაღაცა, მაგრამ აი რაღაცა რომ მზადდება, მაინც ზიანდება რა. სადაც ერთმა ტაფემ შეიძლება 1-3 თვე გაგიკაჩოს. მეტი ვერ. და თავისი სარა აქვს. რა სახურავებია. მაგრამ ნუ თუ მოვფრთხილებ, შეიძლება მეტი ხანით გაგიკაჩოს ცოტა არ იყოს და ჩავაქროთ რადგან ვაიმე კინაღა ფეხი დავადგი არა ჩაცხალხნო. რადგან აი ეს ერთი ცალი რომელიც არ გაიშალა არის თოხლოს შემოყვება. მოწვი რო ამოვიღო. მე თვითონ ჩავყო. გამიწევ. ანუ ესეთი რაღაცა თუ იხმარებ, თლად კაი ხანი სწრაფად დაემშვიდობები. იმას რა ქვია ესეთ წამას. ამიტომ სილიკონის თინადეიდას ნაიდებს ხმარობ ხოლმე, თინადეიდა მოგიკითხავ. აი ეს არის თოხლო. რა კარგია. რა გინდა? ეს პარე მაგ დავდო. ხოიცაი ცოტა კურს მოусმევ ხარ და დაგიდებ შენ. მინდა რომ ცოტა ვასწავლო რამე რუმეების ჭამა ამას, რიჟას. მოდი. აი, პატარა კურსა ვიღებ და ეგ არის და ეგ. იყო. შეიძლება კუჭმა მითხრას არ ყოფა, მაგრამ ვიცი რომ ყოფა. ეს დავწერო. ვიცი რომ მეყოფა. აი ეს მიყვარს აი. თახ.
შორე ხა ის როგორ დავჭამო? რა გებრიელია. როგორ ეჭამე ხო? შორე, ეხლა შენი სახელობის მუკბანგი უკვე გავაკეთო. აი ზუსტად ვიცი ხა ეს რო ეკრანთან ვჭამო, შორენა აქ დამხვდება. ფატიც და სოფოც და ხათო ცოტა მინდობს ხოლმე და შეიძლება გითხრას რომ ერთი რა ხდება? რაღაცა მეთქი კატა დააგორებს რამეს, მაგრამ ყველა კატა აქ არის. გზაზე არის ვიღაცა რა გოლგოლაჭებით, რაღაცებით, ხმარი გორაობი, რაღაცის გორაობის. თქვენ ხო შეგაწუხებთ მე რომ მივიწიო? არა, ნუ მოემზადეთ ახლა ყავსაყურებლად. ჩემთვის ეს ხდება დამოუკიდებლად. ცოტა შეცვლიდეს, იცი რა არ მიყვარს, რომ ჭამდა. ზოგადად მიყვარს მარტო ჭამა, აი როცა სახში ვარ თორე ხა. განა ვიღაცა სტუმარი როა იმას ერთად არ ავჭამე რაღაცა. აი ესე რომ რაღაცა ჭამო და რაღაცა მიყვარს მარტო. ნინო მიცის ხოლმე. აი ველოდები ხოლმე ნინო მიცის როგორი ჭამა იცი ხო დაჭდება ის. ადგება იმას და ისხავს, მე ის ადგება იმას გააღებს, იმას დახურებს, იმას აი ვიღლები ხოლმე და ნინო რომ მორჩება ხოლმე ჭამას, მე ვიწყებ მე. და გაფრთხილებული მყავ. როგორც კი მე საჭმელს ვჭამდა, შენ კუხნაში შეყופალ, ან იმ ტერიტორიაზე დაიწყებ სიარულს, არ ვიცი, აი მიგაყოლებ მე ვთხარი. ხო დაუნდობლად ვთხარი. აი ხა თვალებს მტკენს ეს ანარეკლი მზე აღარ არის, მაგრამ მაინც და ეხა მისვენებს ხოლმე. ამიტომ ეს უნდა ვიხმარო ესეთი მეებში, თორე მე თავს მატკიებს. წნევას რაც შეეხება ჩემ წნევას, მაქვს ისევ 130, 80-ზე, 120 მაქვს ზოგადად. ანუ მქონდა რა ვიცი. ხო და არ ამწევია რა. ეს დღეებია სულ გზავნით თეას, რომ ჩემს ექიმს რომ როგორ მაქვს წნევა იკონტროლე, იმიტომ რომ 10-ით მაღალი რომ მქონდა და თავს როგორ გზნობ ხო და. რავი, კარგად მომთხარ. არ მტკივა არაფერი, არ მაწუხებს არაფერი და რაღაც. ხო და რავი აბა, ორშაბათს რომ მივალ ნახოთ. რა იქნება. დღეს არ გამისინჯე, გავისინჯევ და მივწერ. რა შევჭამ. ძალიან ცოტა იყო. ვაი, ეხლა ჭამდი და თან ვათვალიერებდი TikTok-ს და ამ წამს რა იბერთი ალბათ რა რამდენი მოვასწარეთ 5 ვიდეო მეტი კი არა. ვაი მე და ეხლა ბოლო ვიდეო რომ ნამდვარიყავი უკვე და ის რაღაცა შემხდა ესეთი რაღაც. Hi guys, გამოვიდა და ჩემთან ერთად. უნდა გავიდე და გავიკეთო მაკიაჟი. 11 წლის ბავშვი. დედებო. ეხლა ის დავრეცხოთ. Hi guys, გავრეცხოთ ჩემთან. მე გონდა დავისიწყე და ასკებცეთ 2 წუთი დამედოდი. Bravo. ხო. Hi guys. გამოვშვათ ქათმები ჩემთან ერთად. წიწილებს გამოვშვებ ეხლა. ეხლა სანამ ცოტა გრილა. მაღლა ვარ გარემოში სავალაგო საწოლი და თუ საწოლმა არ შევიტყუო. იმას ვიზავ. დავუთო. ჩემი ცხოვრების კრუხი ვინ არის? დედას სიცოცხლე ვინ არის? გოგო როგორ ახარ? გოგო. რაიმე რა სიძახი? გოგო როგორ ახარ? ბავშვი გაბრაზები დედას ცხოვრება, ჰა? ვაიმე. არ შემიძლი ხარ, ძალიან შავი ხარ, რაც დაგიხარ, მაგრამ რომ მიყვარ ხარ. ჩემი პატარა ხვლიკი ხარ შენ.
მოლაპარაკია ხალხო ისე ლაპარაკობს. ხო. აბა უთხარი როგორ ახარ? ჰა? უთხარი. კარგად ხარ, ხო, კარგად. მიდი შენი ფეხებით მოდი. ამათ მე წავიყვან. ვაი, მე რიჟა სად მოხვედი? აბა სად არიან ჩემი იაპონკები? 25 წლისები არიან ხალხო და ნახე რაც აგავს ეს ბავში, რაც გავს. ორი ცალი მომპარამის საზიზღადმა კატამ. მოდი, 1-2. 1-2, წავიყვანოთ. გოგო. მოდი. Coba. Მოდი შენც მოდი. ეს. ოპას, ჩადი. ასე და ეს უნდა დავაფაროთ ყველა ვარიანტში. აი ეს. რო ქარმა საქნას წართვას და ჩრდილი ჰქონდეთ. წამორიჟა, წამოხარ. რიჟა, წამო. მოდი, აბა მოდი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საწოლი არამილაგებია, მირჩევნია აი ეს გავაკეთო. ой, მოყირავდი. იმიტომ რომ მე ძალიან იჭმუჭნება, მაიკე ვცდილობ ხოლმე რომ აღარ გავაუთო, ოღონდ მართლა რა, რომ ის ვქნა რა ქვია. აი მე აი კაცთა მედება კისერში. ყველაფერი თავზე გავიკეთე. ხო მეუბნეოდით ყველაფერს მოუთოვებ, ხო და გამაზარბაცეთ. ხო და ძალიან კარგი არის ეგეთი მომენტი. რანაირად გავიკეთე. თავზე მაწუხე, აი მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტან გაშლილ თავს, ხო იცით რომ ვერ ვიტან, აი შეკრულობაც მაწუხებს. თმაზე კაც უკუჩი არა. შეკრულობა თქვი. ხო და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ დავკეცო და არ დავაუთო, ანუ როგორ არ დავაუთო, ხს არ უჭერდი რაღაცებს, როგორ არ დავაუთოებ სახლში კი არ ხმარობენ საჭიროს, მაგრამ აი სახლის მაისურები რა, ეხლა ეს არის ივანეს სახლის მაიკა. არ გავაუთოებ, იმიტომ რომ გაჭიმული მეკიდა თოკზე და კარგად დავკეცავ რა, ანუ კი არ მივაგდებდა რაღაც რა და რა ვქნა კაც უზარმაცო. ხო და მაგიტო რომ შემოვედი, მაგიტო დავიწყე და ისე რომ ესე რომ დავყრი ხოლმე მე ყველა ვარიანტი უნდა გააუთო მართლა ხა კამეჩის გადმოგდებულს ხო და ამგვარ გეგონება დაღეჭა და გადმოაფურთხო. არაფერი არ ჭირს. ასევე ბარბარეს მაიკას. ხო და ესე რომ დაყრი უკვე იღეჭება ძალიან და ეხლა მეც არ მიყვარს თვალში რომ ეხლა აი კაბას მაგალითად არ ვაუთობ, არც ერთ კაბას არ ვაუთობ, რასაც სამ კაბოს ხმარობ, მაი ერთ შენაჩუქარს, არა 4-ს, ერთ 300 და ერთ ლურჯს კიდე აქ ამაკ ლურჯს, ცისფერს. არ ვაუთობ, ისე იტკიცება. ზედვებ შევიიბათ. ეხლა ეს არის ლაშას საროჭკა და დავაუთობ სახლისაკია, მაგრამ მაინც. ოღონდ დიდად არ დავაკვდები. რო ის არის ანალოგიური მაიკა, ერთი ესეც ლაშასია. მეზედ მეჭიმება ხოლმე. აი ოლისია ეს და მე სირცხვილება რომ ახალაბიც მოღეჭილი ჩავაცვა. ამას არ უნდა გავთო. და არის რაღაცები რომ იჭმუჭნება ეხა და მართლა მუსი კაი ძროხა.
უკანასცვალაგებ ყველა დასავთო. Ფისო, სადა ხარ? ჭამს? ვაი, გაგაკარებ, ერთ სული ქონა, ამ სული იყო დამკნაოდა და. რიჟა, ისე ესმის სახელი. რიჟა ისე დავარ, ისე ვეძახი რა, მაგრამ მე მგონი რომ სახელი ქვია. რიჟა. ბიჭო. ჩემი ვირთხა. ესეც სახელს რა და რაღაც დაგივალოთ. კი უნდა გავუთხოვო, მაგრამ ოღონდაც რა. აი მე მოვიდა დედასი. ვაი მე ვინა თქო არ ესმისო, ჩემი ცხოვრება. პატარა რიპიანი ბიჭი. ვაი მე კრუტუნი. ხმა რომელიც რა ვიცი, აი. რიჟა. პაპოდადის? მე. გაწიხელებინო ბუცულაზე გაგოთ. დაჯიქეთ. გაგორდი. კრუხს კვერცხი მოაწვა. მოშოდი. ეს. აი. წავედი ხა. ავალა კოცაწვალი. ფისო, ეხა შენ შემიშლი ხელს, უნდა ჩაგაგდო აქედან. აიგე? ბიჭუკელა. კარგად, დარი კარგად. კურგულ. ალო. კრუტუნი. მოგასმენინოთ. კრუტუნიება?